მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, ფართო საზოგადოება, ჩემი არხის ალიელი მზად არის გაგცეთ კითხვებზე პასუხი, ვინც მიკომენტარებთ, ვინც მილაიქებთ, მადლობა. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა ვინც პირადში მიკავშირდებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემი, ასე ვთქვათ, პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ პირადში მომართოთ, ქვემოთ ეწერება ნომერი, WhatsApp-ზე, Viber-ზე. თუ არ გინდათ ვიდეო ლაივი და ჩართვა არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სამყაროში დროს, სივრცეს, მანძილს მნიშვნელობა არ აქვს. ინფორმაციას ვიგებთ, კითხვებითაც, თავარია სახელი ვიცოდე, სრული და ასაკი და კონკრეტული კითხვა. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტიკა უყვარს ყველაფერს, ყველანაირ ინსტრუმენტს და სამყაროს. ასე რომ ყველანაირ ინფორმაციას გავიგებთ, ახლო მომავლის პროგნოზირება ხდება. კი, ძალიან ბევრი რამე ჩვენზეც არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მაგრამ რჩევის სახითაც მივიღებთ. რისი გაკეთება შეგვიძლია, რა შეიძლება, კარგია თუ არა ამ პერიოდში ურთიერთობა, ან საქმე, ან ბიზნესი, ან რა ვიცი კიდე რა. მოკლედ, ვიცით ახლა ჩემი, ასე ვთქვათ, ვინც მიცნობთ, ვინც არ მიცნობთ, მადლობა თქვენს თუ შემოხვედით. და ურთიერთობებზეა უფრო მეტად კი, იმიტომ რომ ეს გაინტერესებთ, მაგრამ ყველანაირ თემაზე იშლება, პრობლემა არ არის. ვიღებთ ინფორმაციას, როცა გაინტერესებს. ეხლა ესეთი კითხვა არის, რას ფიქრობს ეს ადამიანი, რას გრძნობს და საერთოდ რა მდგომარეობაშია. ისევ ორ ვარიანტზე გავაკეთებ, რომ ძალიან დიდი დრო არ წავიღოთ თქვენი. დამილაიქეთ თუ მოგწონთ და დამიკომენტარეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და დავიწყეთ. ორი ვარიანტი იქნება, რას ფიქრობს ეს ადამიანი და რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში. ახლო მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ ახლო. რას ფიქრობს ეს ადამიანი, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს. რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას გრძნობაზე ორი ამოვიდა, რას მოიმოქმედებს და რჩევა თქვენთვის, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, ეს არის ონლაინ ესეთი ვიდეო კონსულტაცია. რჩევა პირველი ვარიანტისთვის, რჩევა მეორე ვარიანტისთვის. ამეთვისო იქნება პირველი ვარიანტი, ესეთი სიბრძნის ფილოსოფიური ქვა, სულიერება, ხო? მესამე თვალი, მეექვსე ჩაკრა აჯნა და მეორე ვარიანტი იქნება ესეთი ოპალი. ესეთი. ხო და ვნახოთ. პირველი ვარიანტით ვიწყებ, ამეთვის ტოტი ვიწყებ, თუ გინდათ ორი ჩაიფიქრეთ, არ აქვს მნიშვნელობა. რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს. ნახეთ ეს ადამიანი ხა. ფიქრები ძალიან აშლილი აქვს ამ ადამიანს, რაღაცა გაუგია, რაღაცა ამბავია, რაღაცა თავისი დემონები ყავს, დაბრკოლებებს გულისხმობს, ნებებს, განსაცდელებს, იგერიებს, ანუ დიდი ურჩხული, ასე ვთქვათ. შემოუტია, ეს შეიძლება იყოს ისე პრობლემები საყოფა ცხოვრება, ბიზნესი, საქმე, პირადი და ასევე შეიძლება იყოს მისი განცდები, მისი დარდები, მისი ფიქრები. ხო? შემოუტია პრობლემებმა, ოღონდ ფსიქოემოციონალური ფონია, რა თქმა უნდა, აჭრილია თვითონაც და იგერიებს, ანუ ორთავ ბრძოლა მიდის რა, ოღონდ ეს ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს. მერე, რას გრძნობს და აჟის პოზიციაში, ანუ ამ შემთხვევაში
მხოლოდ რევერანსს აკეთებს. რას? მოგესალმებათ, ანუ მიესალმება თქვენ ურთიერთობას, ასე ვთქვათ, კმაყოფილია თქვენი ურთიერთობით და სურს გააგრძელოს, თუმცა პირველივე კარტმა გვაჩვენა, რომ აქ პრობლემები. მე ხა შემიძლია ძალიან გავავრცო ეს ვიდეო გაშლა. ამოვიღო რატო აქ პრობლემა, რა ხდება ამ წუთას, რა მომენტშია, რა სიტუაციაშია, როგორ განვითარდება, მაგრამ ეს ანუ დროს წაიღებს, ნახეთ. ამიტომ მწირი ინფორმაცია, მაგრამ კონკრეტული, რაც მოდის ფაქიზის სივრციდან, სამყაროდან და გაწვდით თქვენ ინტუიციურად ყველა ვარიანტში ჯდება, იმიტომ რომ სამყაროს ენა არის ციფრები, სიმბოლოები, მინიშნებები. ასე გვესაუბრება სამყარო, ნახეთ, და ესეც შესაბამისად ერთ-ერთი ინსტრუმენტია, საიდანაც ვიღებთ ახლა მომავლის პროგნოზირებას, მაგრამ ყველაფერი 100%-ით არ არსებობს, რომ ასრულდეს. რატომ? იმიტომ რომ თავისუფალ ნებას გვიტოვებენ ჩვენ. ის რომ პროგნოზირებას ვდებ, ინფორმაცია რომ მოდის საჯარო, ეს ყველასთვის მისაღებია, ასე თუ ისეა, იმიტომ რომ ასეა, მაგრამ იქ თავარი მომენტი, თავისუფალი ნება, რომელიც მოგვეცა, ჩვენი გადასაწყვეტია მოქმედება, ნახეთ, იმ ადამიანის მოქმედება და ჩვენი მოქმედება. ფიქრი გრძნობა აქვს, პრობლემები აქვს, რევერანსს აკეთებს, მოესალმება თქვენ, ასე ვთქვათ, ურთიერთობას, ხო, მიესალმება, საწინააღმდეგო არაფერია აქვს, ჩაბმულია საქმეში, ფულის შოვნაში, დაკავებულია ჯერჯერობით, თუ პაუზა, თუ რაღაც ისეთი მომენტია, ხო, რომ არ გამოდის, იცოდეთ, რომ პირველი რომ პრობლემები აქვს, მეორე რომ ესე იგი ნამდვილად უნდა გააგრძელოს ურთიერთობა, მაგრამ არის დაკავებული საქმით. Earth the money. გამოვიმუშაოთ ფული. და აბა მაინც ნახოთ პირველი ვარიანტისთვის. რა თქმა უნდა, მზე ხართ მისთვის, ანუ ანათებთ. შორმანძილს მაჩვენებენ, შეიძლება სხვა ქვეყანაშია, ან დაშორებულები ხართ, ეხა მანძილით შორს არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ან სოციალური ქსელებია, მზე ხართ, ნუ რა დავამატო, რჩება. ანუ როგორც თავიდან აღვნიშნე, მის თავს ებრძვის, მასშია რაღაც პრობლემა, ეს უკვე ფსიქოლოგიური მომენტია. არის რაღაცა კომპლექსი, რაღაცა ქვეცნობიერში ჩაბუდებული, რაც მარტივად სწორდება და იმედია გამოასწორებს, იმიტომ რომ აძირკალი, ანუ ნახე, ირეკლავს, სარკისებური მომენტი გამოდის. შეიძლება ეხა ისე გექცევათ, აი როგორც თქვენ, ანუ რასაც თქვენ, ისე, ანუ როგორ გითხრათ, არეკლვას აკეთებს, ხო? და პლუს იმიტომ რომ მისი რაღაც კომპლექსების გამო, მაგრამ ძალიან ასე მოხიბლულია, მზეა. ხო, ეს უნდა გავიწყდებათ, ეს პირველი ვარიანტი. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, გამიხარდებათ და მეორე ვარიანტთან გადავედი. რას ფიქრობს? ეხლა აბალანსებს რაღაცას. რა გრძნობა აქვს? შეშფოთებულია, იმდენად ჩაუვარდით გულში. არ იცის, ანუ როგორ გადმოსცეს თვითონაც გაურკვევლობაში, ანუ გრძნობა წამოვიდა რაღაც სიტუაციიდან და უნდა რომ დააბალანსოს. ნახეთ, მას ესეთი რამე არ ქონია. აი რაღაც მომენტში მეორესთან. The judgment აღდგენა ამოდის. თითქოს იყო რაღაც მომენტი, რომ გქონდათ ურთიერთობა, მერე უცებ გაჩერდა ან დაშორდით და ეხლა აღდგენას ფიქრობს, იმიტომ რომ თქვენი ნახვა სურს ადამიანს. რჩევაში რა ამოდის, დანგრევა ამოდის, რატომ? აი ხა ნახეთ, ინფორმაცია მოდის, ხო, აი როგორ არ გავცე, ანუ ამას პასუხი, ხო? მოდის ინფორმაცია, როგორ არ დავეკითხო, რატოა დანგრევა? მეორე პოზიციასთან. რა ხდება? ოჯახის გამო. ესე იგი და მიდის ადამიანი. იყო უკანონო ურთიერთობა. ანუ აქ სამკუთხედზეა საუბარი, ბანალური. ნახეთ, მეორე ვარიანტთან ეხა
გავაანალიზოთ, ხო, ჩვენ ხო ღმერთმა მოგცვა გონიერება იმისთვის, რომ ყველაფერი დავაწყოთ პაზლივით. ესეც პაზლია, ან მძივია, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ, ხო, ინფორმაციას. ნახეთ, როგორ ხდება თავიდან დაიწყო ესე, ნელთბილად. მერე შეშფოთდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ამ ნელთბილ ურთიერთობაში გრძნობა გაჩნდა. თუმცა, თუ ამ ადამიანს ყოლია ოჯახი და მოხდა ან გაიგეს, ან არ ვიცი რა, მოკლედ, ისეთი მომენტი, ხა აქ დეტალებია და ამასაც უნდა, რა თქმა უნდა, დეტალური გაშლა, ასე ერთი კარტით ვერ გაიგებ, ხო? არა, აქ მოხდა ის, რომ, განკითხვის დღე, the judgment, შეიძლება თვითონ სამყაროს ჯის, ხო, ხა სამკუთხედის მომენტია და დანგრევა. და გასვლა ურთიერთობიდან წასვლა, იმიტომ რომ იყო უკანონო, ვნება, სექსი, ფლირტი, ეს ყველაფერი ზურგს უკან. მაგრამ ამ ადამიანს გრძნობა აქ თავიდანვე ამოვიდა. მოხიბლეთ, მაშინ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა. მაჩვენებენ, რომ დანგრევაა და გასულია ურთიერთობიდან ან მიდის, ან წავა, მაგრამ მაინც, აბა ეს მაცდუნებელი მომენტია, გესმის, მის ცხოვრებაში შემოვიდა მაცდუნებელი არსება, ამორძალი, რომელსაც უარი ვერ უთხრა სამწუხაროდ, მიდის ბჭობა, ნახეთ, ბჭობა მიდის, ეს ადვილი არ არის თქვენი დავიწყება, თქვენ ხომ აფროდიტა ხართ. თან როგორ აქტიურობდა, რა დღეში იყო, თუ იქ რაღაც საქმეები, იქ რაღაც კონტრაქტები, იქ რაღაც შემოთავაზებები, ყველანაირად ცდილობას საბაბს ეძებდა, რომ თქვენთან ესე კი თუნდაც მიმოწერით, სერიოზული კაცის ვიდით ქონოდა ურთიერთობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო, ეხლა ძალიან იცივებს, რატომ, ნახე, მსხვერპლ შეწირულია რა, მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელ, ოჯახი ამოვიდა და კაცი, მსხვერპლ შეწირული სტაგნაციაში რა ქნას. შეიძლება შვილს ელოდება, შეიძლება შვილები ყავს, მოაწვა რა, მოუჭირა რა, ყველაფერს ხო გადახდა უნდა, დავიმახსოვროთ ეს სამყაროს კანონი, ისე არაფერი ხდება. ყველა ჩვენ მოქმედებაზე მერე პასუხი გვაქვს, საგებელი, არა მარტო ზემოთ, არამედ აქაც. ის ძალები ხომ აქაც არიან. ხო, სამართლიანობის, კანონის დამცველები, ნათელი ძალები, ჩვენი ფარველები, ანგელოზები და ასევე ისინი ღმერთმა დაიფაროს და რომ ფეხი წაგიცდეს და სხვა ადამიანი შენ გაამწარო, არ შეგრჩება. აი ზუსტად იმისთვის არიან ის მეორე ძალა, რომელიც ემსახურება ღვთის სამართლიანობას. ხო, და მარტო სიყვარული არ არის ღმერთი სამართლიანია. და ამ შემთხვევაში აძლევს უპირატესობას იმ მეორე ძალას იმოქმედოს და იქ ეხლა ვიღაცა გამოძრება ადამიანის სახით, ხო, გამწარებული მიგაწყევლის წავა მჭხიბავ ჯადობასთან რაღაცას, ხო, ნეგატივს შემოგაყრის, მერე, რატოა პრობლემა? რატოა? და იჯექი და იტირე და რატოა და შენ ადამიანს ესე იგი გადათელე, იმედი მიეცი, შეპირდი, პირობა დაარღვიე და ბოლოს, წახვედი, ხო, გახვედი. და ის დატოვე გამწარებული, არც ერთი ადამიანის ცრემლი და ტკივილი არავის შერჩენია. ასეა. მოკლედ, თუ მოგეწონათ, მადლობთ და აბა თქვენიცით. გააგრძელეთ სამართლიანად ცხოვრება და არავის არ მოგაწვებათ ბოდიში და კარმა. და დასჯა და კიდე რაღაცეები. უბრალოდ უნდა იყოს სამართლიანი ადამიანი, როგორც შენ თავთან, ასევე შენ ირგვლივ ყველა ადამიანთან. არ ვატკინოთ ერთმანეთს გული და არ დაგვიბრუნებს სამყარო ბუმბერანგს, დაგვიბრუნებს მხოლოდ სიკეთეს, თუ გააკეთებ სიკეთეს. ასეა, რასაც გასცემ, ის მოგდის. ესეთია ამ სამყაროს კანონები. არ დაემორჩილები, დაერღვევ,
ცხვირით მოგიწევს მერე ბოდიში და ხო თქვენ დაამთავრეთ, აბა თქვენ იცით.